საღამოშვიდობისა საზოგადოებრივი მაუწყებელი და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი წარმოგიდგენთ პროექტს ევროპულ არჩევანს. დღეს ჩვენი გადაცემის თემაა პარტიების დაფინანსების საკითხი და ფინანსური გამჭვირვალობა, კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, საარჩევნო კოდექსი. რა სიტყვენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები და რა ახალი ცვლილებები შედის კანონმდებლობაში. რა კანონმდებლობით მივა ქვეყანა არჩევნებამდე, როგორი საარჩევნო გარემო ყალიბდება საქართველოში და რჩება თუ არა სივრცე რეალური პოლიტიკური კონკურენციისთვის, კონტროლის პალატის უფლებამოსილება და პრეტენზიები ამ ორგანოს მისამართით. არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული პოლიტიკის მთავარი თემის შესახებ დღეს ევროპული არჩევანის სტუდიაში. ეთერშია ევროპული არჩევანი. საღამოშვიდობისა მოგესალმებით ყველას. საარჩევნო კანონმდებლობა, საარჩევნო გარემო, პარტიების დაფინანსება, ფინანსური გამჭვირვალობა, ეს საკითხები დღეს ქართულ პოლიტიკაში ყველაზე აქტუალურია და ამ დიდ ინტერესს როგორც ჩანს მინიმუმ საპარლამენტო არჩევნებამდე არ დაკარგავს. გარდა იმისა, რომ ბუნებრივია ეს თემები პოლიტიკური პარტიების უდიდეს ყურადღებას იპყრობს, არასამთავრობო სექტორმა წამოიწყო კამპანია ეს შენ გეხება, რომელმაც გამოაცხადა, რომ მიზნად სწორედ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ისახავს. ამასთან მოვლენებს დიდი ინტერესით აკვირდებიან საერთაშორისო ორგანიზაციები. ჩვენ სწორედ არასამთავრობო სექტორი მოვიწვიეთ დღეს სტუდიაში და წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს. ბორის იაროშევიჩი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ლონჯარია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, კოტე კანდელაკი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი კოალიცია არჩევანის თავისუფლებისთვის, ეკაგი გაურის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლაპიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია სუფთა პოლიტიკის თავმჯდომარე. ყველას ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით იმისთვის, რომ ხართ დღეს ჩვენი სტუმრები. ქალბატონ თამარ, თქვენგან დავიწყებ ჩვენს საუბარს. არასამთავრობო სექტორი შეხვდა უმრავლესობის წარმომადგენლებს, იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლებს და გარკვეულ შეთანხმებებს სიტყვიერს ყოველ შემთხვევაში მიაღწიეთ. თქვენი აზრით, აუმჯობესებს თუ არა ეს შეთანხმებები საარჩევნო გარემოს და არის თუ არა ეს რეალურად წინ გადადგმული ნაბიჯი? მოგესალმებით, ნამდვილად გაიმართა რამდენიმე შეხვედრა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის სხვა წევრებთან ბოლო თვეების განმავლობაში. გუშინდელ შეხვედრაზე, ბოლო შეხვედრაზე, პრინციპში უკვე შეიძლება ითქვას, რომ შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ერთობლივად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების ძალიან დიდი ნაწილი მივიღეთ დაპირება, რომ აისახება უკვე საქართველოს კანონმდებლობაში. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც პარლამენტის მხრიდან, ასევე მიმაჩნია, რომ არის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ერთობლივი კამპანიის ალბათ ძალიან დიდი წარმატება. ძალიან ბევრი მიმართულებით პრობლემური მუხლები, რომლებიც არსებობს პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში და რომელიც ეხება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ამომრჩევლების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, გადაიხედება და ბევრად უფრო ცხადი გასაგები რეგულაციები აღმოჩნდება ჩვენს კანონმდებლობაში. ეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გაფორმდეს სათანადო წესით, პარლამენტმა უნდა მიიღოს, ამიტომ ჯერჯერობით ალბათ მაინც ოფიციალური ხასიათი არ აქვს ამ ყველაფერს, თუმცა როგორც შეთანხმების დროს და შეხვედრის დროს გაჟღერდა, ეს ყველაფერი უნდა აისახოს კანონმდებლობაში. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ერთის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, რჩება რამდენიმე საკითხი, რომელზეც ჩვენ ბოლომდე შეთანხმება ვერ შევძელით, მაგრამ მაინც საერთო ჯამში ალბათ ეს ძალიან პოზიტიურად შესაძლებელი მოვლენაა. თუმცა მეორეს მხრივ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საარჩევნო გარემო რამდენად სამართლიანი გახდება, ჩვენ ვაცხადებთ ძალიან ცალსახად, რომ ძალიან ბევრი სხვა საკითხი არსებობს ჩვენს კანონმდებლობაში, საარჩევნო კოდექსში, რომელიც ასევე საჭიროებს დახვეწას იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო გახდეს. ამ საკითხებამდე მივალთ, ქალბატონ ნინო, რა მიგაჩნიათ, რომ არის მთავარი მიღწევა უფრო კონკრეტიკაზე რო გადავიდეთ ამ შემთხვევაში და ჩვენი მოქალაქეებისთვის და მაყურებლისთვის რომ იყოს გასაგები კონკრეტული საკითხები, ასე ქვია კამპანიას ეს შენ გეხება და რა შეიძლება შეეხოს მოქალაქეს ან არ შეეხოს აი ამ შეხვედრის შემდეგ რასაც მიაღწია. ორ საკითხს გამოვყოფდი, რაც ამ მიღებული კანონებიდან ეხებოდა უშუალოდ ყველა მოქალაქეს. პირველ რიგში ეს არის ამ კანონის თანახმად დეფინიცია, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო მიჩნეული პარტიასთან დაკავშირებულ პირად და რა შემთხვევაში გავრცელდებოდა ყველა ის შეზღუდვა ამ პირზე, რაც ვრცელდებოდა პარტიაზე. ამასთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია ის, რომ სრულიად შეიცვალა და ახლებურად
ყოველ შემთხვევაში ალბათ შეიცვლება, ყოველ შემთხვევაში ჩვენ შევთანხმდით ასეთ ფორმულირებაზე და როგორც იურიდიული კომიტეტი გვაძლევს პირობას, ეს კანონპროექტი იქნება ინიცირებული ხვალ სწორედ პირველი საკომიტეტო მოხსნა იქნება გამართული ამასთან დაკავშირებით. მოკლედ, ჩვენ შევთანხმდით უფრო კონკრეტულ ფორმულირებაზე, თუ რომელ პირზე, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირზე გავრცელდება პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები და რა ფარგლებში და რა შემთხვევაში. ანუ აღნიშნული ფორმულირება თავიდან აგვაცილებს ამ მუხლის ძალიან ფართო ინტერპრეტაციას და მასში ისეთი ადამიანების მოქცევას, რომლებიც უბრალოდ თქვათ მხარს უჭერენ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას, გამოხატავენ თავიანთ პოლიტიკურ სიმპათიას, ამისთვის არ ხარჯავენ ფულს, მაგრამ თქვათ არსებული რედაქციით ესეთ ადამიანებსაც შესაძლებელია გავრცელებულიყო ძალიან სერიოზული შეზღუდვები. დღეს არსებული ფორმულირებით, რასაც ჩვენ თავაზობდით პარლამენტს და რაც მათი მხრიდან, ასე ვთქვათ, გაზიარებული იქნა, შეზღუდვები მხოლოდ გავრცელდება ისეთ შემთხვევაში და ისეთ პირზე, რომელსაც აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზანი. აქამდე იყო დათქმა, რომ პირს უნდა ქონოდა ზოგადად პოლიტიკური მიზანი, რაც იყო ძალიან ფართო და ნებისმიერ პირზე შესაძლებელია გავრცელებულიყო ეს შეზღუდვა. დღეს უკვე კონტროლის პალატამ უნდა დაადასტუროს, რომ პირს აქვს საარჩევნო მიზანი, ანუ ის ან მისი პარტია, ან მის უკან დგომი ჯგუფი აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და უცილებელია, რომ ეს პირი ამ მიზნისთვის ხარჯავდეს თანხებს. ანუ კონტროლის პალატას შეუძლია შეამოწმოს მხოლოდ ის საქმიანობა და იმ ფარგლებში, რაც დაკავშირებულია პირის მიერ საარჩევნო მიზნების განხორციელებისათვის დახარჯულ თანხებს. ანუ ამ ფარგლებში ამოწმებს და ასევე მნიშვნელოვანი დათქმა ჩაიდება ალბათ კოდექსში, რომლის თანახმადაც ის ადამიანები, ვინც გამოკითხა თუ დაკითხა კონტროლის პალატამ თქვა ამ დღეებში, თუ კი ეს კანონი რა შეთანხმებასაც მიაღწევთ კანონში აისახება, ამას ვეღარ გააკეთებს კონტროლის პალატა. იცით, მინდა მოგახსენოთ, რომ ის საქმიანობები, თქვათ ის დაკითხვები თუ ახსნა განმარტების ჩამორთმევები, რაც მიმდინარეობდა რეგიონებში, სრულიად არ იყო გამომდინარე ეს პრობლემატური 26-ე პრიმა მუხლიდან. ეს სულ სხვა პროცედურა იყო, ანუ ეს არ მოხდა იმის გამო, რომ კანონი იყო ცუდი. ეს იყო კონტროლის პალატის უბრალოდ სხვა მუხლზე დაფუძნებული ქმედება, რომელსაც ახლდა მთელი რიგი პრობლემები კონტროლის პალატა ამ საქმიანობის განხორციელების დროს გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს და ძალიან სერიოზული ადამიანის უფლებების დარღვევები დააფიქსირა სამთავრობო ორგანიზაციებმა, ამიტომ ამ ნაწილში კარგი, გასაგებია, კონტროლის პალატაზე კიდევ ცალკე ვისაუბროთ. ქალბატონეკა, თქვენი აზრით, რატომ დათანხმდა უმრავლესობა თქვათ ამ ცვლილებების შეტანას და თქვენი აზრით არის თუ არა შესაძლებელი, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდეს და კიდევ სხვა ცვლილებებზე იყოს საუბარი მომავალში? პირველ რიგში მოგესალმებით. მე ვფიქრობ, რომ იმიტომ დათანხმდნენ ჩვენი წინადადებების გაზიარებას, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ისეთი კონსტრუქციული მიდგომა ჰქონდა, ჩვენ ჰქონდა კონკრეტული მაგალითები იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემები შეიძლება გამომდინარეობდეს აი ესეთი ტიპის კანონის აღსრულებიდან და გარდა მაგისა, მე ვფიქრობ, რომ იმის გამო, რომ ამ შემთხვევაში მოხდა სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდაცია და ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა იგივე საერთაშორისო საზოგადოებიდან. აქედან გამომდინარე, ეს იყო საერთო ინტერესი ყველასი, რომ ეს წინადადებები გათვალისწინებული ყოფილიყო და ზოგადად მე ძალიან ბევრ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ თვითონ მართლმა პარტიამაც ამ კანონის ესე ანალიზის შემდეგ ისინი მიხვდნენ, რომ მისი აღსრულება იმის გამო, რომ ის იყო ძალიან ბუნდოვანი, მისი აღსრულება ფაქტობრივად ძალიან ბევრ შემთხვევაში შეუძლებელი იყო. რაც შეეხება ჩვენს მომავალ თანამშრომლობას, მე ვიმედოვნებდი, რომ ასეთი კონსტრუქციული თანამშრომლობა გაგრძელებული იყო სხვა მიმართულებით. ჩვენ ვიცით, რომ კონტროლის პალატამ კიდევ უნდა გაწეროს გაიდლაინები, ანუ ის სამოქმედო წესები, თუ რის მიხედვით მათ უნდა იმოქმედონ და დაადგინონ იგივე კონკრეტული პირისთვის საარჩევნო მიზნების და საარჩევნო მიზნების არსებობა და ზოგადად ხარჯავს თუ არა ეს ადამიანი ამ მიმართულებით ფულს და სხვა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, რაც უნდა გაიწეროს პრინციპში კონტროლის პალატის მხრიდან და ამ მიმართულებით ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კიდევ ვითანამშრომლებთ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი და ვფიქრობ, რომ მომავალში მოლოდინიც კარგი უნდა ქონდეს. გასაგებია, ბატონ ბორის, თქვენ მინდა გკითხოთ, ძალიან საინტერესოა ალბათ ევროკავშირის პოზიცია და შეფასება იმ კანონმდებლობისა, რომელიც აი დღეს დღევანდელი მოცემულობით გვაქვს. I mean, it's up to the
ძირითადად მოდით პარლამენტი წვეთს ეს თქვა კანონმდებლობის საკითხებს. მინდა მოგახსენოთ რომ იყო კანონპროექტების წარმოდგენილი შესწორებების დამატებების, რომლებიც იყო საერთაშორისო პრაქტიკასთან სტანდარტებთან შესაბამისობაში. იმდენი ცვლილება მოხდა ბოლო წუთს, ვთქვათ, და იმდენი შესწორება შევიდა, რომ მოდის ვთქვათ, რომ კანონი არ იყო ნათლად, ესე ვთქვათ, გამოკვეთილი, მისი მოთხოვნები იყო შეზღუდვები, რაც შეეხება ორგანიზაციათა აქტივობების, სამოქალაქო საზოგადოების და ინდივიდუალური პირების. იყო შეზღუდვები ფაქტიურად პიროვნებათა თავისუფლების თვალსაზრისით, რომ განხორციელებდნენ პოლიტიკური აქტივობა. ანუ ფაქტიურად შესწორებები შორს არის, ვთქვათ, იდეალურისაგან, იყო შორს იდეალურისაგან და ამიტომ მივესალმებით ამ შესწორებებს, რომლებიც იგეგმება და მივესალმებით იმ დიალოგს, რომელიც დამყარდა პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოების სექტორის ორგანიზაციებს შორის. ქალბატონ ნინო, თქვენი აზრით, როგორია დღევანდელი კანონმდებლობა, ქმნის თუ არა ის პირობებს კონკურენტუნარიანობისთვის პოლიტიკაში და რა ცვლილებებია თქვენი აზრით შესატანი ამ კანონმდებლობაში? მოგესალმებით. როგორც მოგეხსენებათ, ეს კანონმდებლობა აქამდე არ იყო და ძალიან კარგია, რომ შეიცვალა. ახალი კანონი იქნა მიღებული, რომელიც დაარეგულირებს ფინანსურ გამჭვირვალობას პოლიტიკური სუბიექტების და საზოგადოებას მეტი ხელმისაწვდომობა ექნება ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით. აგრეთვე კანონმდებლობა, როგორც იცით, მიზნად ისახავს იმას, რომ კანონის შემოვლის გზით არ მოხდეს დადგენილი ლიმიტების თავიდან არიდება. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს კანონმდებლობა ახალია და მთლიანად ეს განხორციელებული პოლიტიკა ახალია საქართველოში და ბუნებრივია ის ვერ იქნებოდა სრულყოფილი და საკმაოდ მოკლე დროში იქნა მიღებული ეს კონკრეტული კანონი. ბუნებრივია, რომ კითხვები შეიძლება ყოფილიყო და შენიშვნები ამ კანონთან დაკავშირებით. დღევანდელი რედაქციით კანონები აძლევს თუ არა საშუალებას რომელიმე პოლიტიკურ ძალას კანონის გვერდის ავლით მოახერხოს ჩვენი ორგანიზაცია გასაგებია კითხვა, ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ამბობდა იმას, რომ თვითონ პოლიტიკური კორუფცია და თავიდან აცილების გზები საკანონმდებლო რეგულაციების იმდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს, რომ ყოველთვის შეიძლება მოინახოს ეგრეთ წოდებული ხვრელი, როგორ შეიძლება თავიდან აიცილო ეს კონკრეტული შეზღუდვები. ამისათვის ის მაკონტროლებელი ორგანო, რომელსაც დაეკისრა კონკრეტულად ამ კანონმდებლობის თანახმად აი ამ დებულებებს აღსრულება, უნდა იყოს ეფექტური. ამაზე კონსენსუსი არსებობს. მეორე საკითხი არის ის, რომ შეკითხვები გაჩნდა, მართლაც იყო ლეგიტიმური ზოგ შემთხვევაში შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ აი ამ კანონმდებლობამ ხო არ დააწესა, ვთქვათ, შეზღუდვები სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ან სიტყვის თავისუფლება ხო არ შეზღუდვა. მე ვფიქრობ, რომ და ჩვენ თავიდანვე ვამბობდით იმას, რომ ამ კანონის მიზანი ეს არასდროს ყოფილა, არამედ ამ კანონის მიზანი იყო, რომ პოლიტიკური სუბიექტების ფინანსური ბრუნვის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა მომხდარიყო. მაგრამ თუ კანონში არ არის ზუსტად რაღაცეები გაწერილი, ამ შემთხვევაში სწორედ ამიტომაც ისმის კონტროლის პალატის მისამართი ძალიან ბევრი პრეტენზია, რომ თქვენ აღსრულებაზე ლაპარაკობთ, მაგრამ აღსრულების დროს შეიძლება კანონი არ იყოს სრულყოფილი, მაგრამ ამ კანონის მიზანი არასდროს ყოფილა ის, რომ სამოქალაქო საზოგადოება შეეზღუდა ან გამოხატვის თავისუფლება. და სწორედ აი ეს პარლამენტის მიერ გადადგმული ნაბიჯი ჩვენ რამდენიმე დღის წინ ასევე კონტროლის პალატის თავმჯდომარეს შევხვდით და გაგვაცნეს პროექტი პრინციპში, რომლის გატანასაც აპირებენ და როდესაც აი ამ კანონ პროექტს გავეცანით, პრინციპში ჩემთვის მაშინ ცხადი გახდა, რომ აი ეს ყველა უზუსტობები პრინციპში რომელთან დაკავშირებითაც სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილი შეშფოთებას გამოხატავდა, რომ ამას შეეძლო ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა, პრინციპში აი ეს აღმოფხრელი არის. რა არის მთავარი პრობლემა ის, რომ თქვათ ადამიანის გამოხატვის უფლებას ზღუდავს დღევანდელი კანონმდებლობა? თუ ის რომ ვთქვათ აი შავი ხვრელები რჩება, რომლის გაკონტროლება შეუძლებელია. აი თქვენი ორგანიზაციის პოზიცია რა შეგთხოვა? ბალანსი დაცული უნდა იქნას, აუცილებლად ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცული უნდა იყოს და პრინციპში აი ამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა პარლამენტის ნაბიჯმა, კონტროლის პალატის ნაბიჯმა, რომ კი ბატონო შევცვალოთ, თუ კი თქვენ საფრთხედ მიგაჩნიათ ეს დაადასტურა, რომ მათ მიზნად არ ქონიათ, რომ ადამიანის უფლებები დაერღვიათ, არამედ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ რეალურად ფინანსური ბრუნვის გამჭვირვალობა
მიგვეღწია. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ეგრეთ წოდებული შემოვლითი გზები რაღაცნაირად დახშული იქნას და როგორც საკანონმდებლო აქტი, ასევე აღმასრულებელი ამ შემთხვევაში კონტროლის პალატა იყოს ეფექტური. გასაგებია ბატონ კოტა, როგორ შეიძლება მივახციოთ იმას, რომ აი ეს ბალანსი, რასაც გალბატონი ლაპარაკობდა, იყოს დაცული კანონმდებლობა ერთი მხრივ და მეორე აღსრულება. იძლევა დღევანდელი კანონმდებლობა იმის საშუალებას, რომ ყველა სხვადასხვანაირად წაიკითხოს, თქვათ, კანონი პოლიტიკურმა პარტიებმა თავისებურად, კონტროლის პალატამ კიდე თავისებურად. დღეს მოქმედი კანონი იძლევა ამ საშუალებას, როდესაც ჩვენი აქტივობაც იქითკენ იყო მიმართული, რომ ეს სხვადასხვაგვარი წაკითხვა კანონის გამორიცხული ყოფილიყო და ზუსტად ჩვენს მიერ მომზადებული ეს პაკეტი ცვლილებებისა, რომელიც შევთავაზეთ პარლამენტს და რომელზეც აქ იყო უკვე საუბარი, რომ თქვათ პარლამენტი დათანხმდა ამას, რომ ამ კვირაში უკვე ინიციირებას გაუკეთებს. ზუსტად აქეთკენ იყო მიმართული, რომ ეს ბალანსი რაღაცნაირად აღდგენილი იყო. არა, მე მესმის, თქვათ, ეს ჩავთვალოთ, რომ მიღებულია, ხო, თქვათ ეს. არ უკვე მიღებულია? აი, რო ჩავთვალოთ, ეს მაინც აგვარებს ამ პრობლემას? რა თქმა უნდა, ანუ კანონი რაც უფრო დახვეწილია, მით უფრო თქვენ იმედიანად ხართ ყველანი განწყობილი როგორც ჩანს, მიიღეთ პირობა, რომ ეს იქნება კანონმდებლობაში, მაგრამ ამის შემდეგ იმედიანად რომ არ ყოფილიყავით, არც წამოვიწყებდით ამ საქმიანობას. რა თქმა უნდა, სრულყოფილად ბალანსი დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ კანონმდებლობაზე, არამედ მის აღსრულებაზე. რამდენად კეთილსინდისეა და აღასრულებთ, იმიტომ ჩვენ გონია პრეცედენტული გვაქვს ჩვენიერი კანონები, მაგრამ ის კანონები ცალმხრივად ხორციელდება პრაქტიკაში. თქვათ, ამ შემთხვევაშიც არ არის გამორიცხული, რომ კვლავაც თქვათ, იგივე კონტროლის პალატის მხრიდან კონდეს ადგილი გადასცემებს და ამაზე გუშინაც იყო პარლამენტის კომიტეტში საუბარი, როდესაც კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოსმენა გაიმართა, მანაც აღნიშნა მართალი არ აღიარა, რომ იმ ფაქტებს, რომელიც მედიამ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს, რომ ქონდა მრავალ გადაცდომას ადგილი რეგიონებში, მან არ აღიარა ეს ფაქტები, მაგრამ აღიარა ის, რომ მოუმზადებელი იყო ეს მთლიანად ეს პროცედურები, რაც და ეს ღონისძიება რაც ჩატარდა რეგიონებში, არ იყო გამჭვირვალე, არ იყო ინფორმირებული მოსახლეობა ამის შესახებ და აქედან გამომდინარე, ეს უკვე კანონის ხარვეზი ნაკლებად არის, ეს უკვე თქვათ ხარვეზია თვითონ კონტროლის პალატის და იმ ორგანოსი, რომელიც აღასრულებს. გასაგებია, ქალბატონ თამარ, აი ამ პაკეტით რაც წარადგინეთ და რაზეც სიტყვიერი შეთანხმება არსებობს, რა იცვლება კონტროლის პალატისთვის? ეს არის ძალიან საინტერესო. იცლება ძალიან ბევრი პრობლემური საკითხი. პირველ რიგში ეს არის ნინო საუბრობდა ეგრეთ წოდებული დაკავშირებული პირების ცნებასთან. ანუ არეალი უფრო შეიზღუდება კონტროლის პალატის. რა თქმა უნდა, კონტროლის პალატისთვის არა. ვიწროვდება არეალი იმ ორგანიზაციებისთვის და პირებისთვის, ვისაც შეიძლება დაუდგინდეს იგივე შეზღუდვები, რა შეზღუდვებიც არის გათვალისწინებული პოლიტიკური პარტიებისთვის. აქვე განისაზღვრება, რომ ეს მთლიანად და ავტომატურად ასეთი შეზღუდვები არ უნდა მოერგოს არც ერთ ორგანიზაციას და პირს, იმიტომ რომ ეს არ იძლევა, ასე ვთქვათ, ნორმალური ვითარებას არ ქმნის და შეიძლება გავიდეთ უკვე ადამიანის უფლებების დარღვევაზე, საკუთრების უფლებების დარღვევაზე და ასე შემდეგ. ანუ ადამიანის უფლებების დარღვევა თვითონ კანონმდებლობიდან გამომდინარე, რაც იდო კანონში, ეს არის გამორიცხული, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერაც დროს ვერ გამოვიცხავთ, რომ პრაქტიკაში ამის განხორციელება შეიძლება და ამის დანერგვა და აღსრულება შეიძლება კონტროლის პალატამ მოახდინოს ცუდად, იმიტომ რომ ჯერჯერობით მხოლოდ ძალიან ნეგატიურ პრაქტიკას ვაკვირდებით და ვერ ვაკვირდებით კონტროლის პალატის მხრიდან კანონის მოთხოვნების დაცვას, ამიტომ აღსრულება ეს ცალკე თემა არის და ამაზე ალბათ მოგვეცემა შესაძლებლობა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩვენ გეგმები გვაქვს კონტროლის პალატის მონიტორინგთან დაკავშირებით და ვაპირებთ, რომ ეხლა უკვე მას შემდეგ, რაც კანონმდებლობა გაიმართება და კანონმდებლობა იქნება უკეთესი ამ კუთხით და აღარ დატოვებს ადამიანის უფლებების დარღვევის შესაძლებლობას, ეხლა უკვე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ საზოგადოებამ აკონტროლოს, როგორ იყენებს თავის უფლებამოსილებას კონტროლის პალატა. იმიტომ რომ ბოლო დღეებში, რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით, ეს არ იყო კანონმდებლობიდან გამომდინარე, ეს იყო თვითნებობა კონტროლის პალატის მხრიდან და ადამიანის უფლებების დარღვევა და კანონის მოთხოვნების დარღვევა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ეს კანონმდებლობა, რომელიც ეხლა უკვე უკეთესი იქნება და იმედი გვაქვს, რომ ის შეთანხმება აისახება კანონმდებლობაში, ასევე კარგად აღსრულდეს პრაქტიკაში და ასევე მნიშვნელოვანი არის ძალიან, რომ იყოს თანაბრად გამოყენებული. ანუ არა მხოლოდ ის, რომ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის მიმართ არ დაირღვოს კანონი, არამედ კონტროლის პალატამ თავისი უფლებამოსილება თანაბრად გამოიყენოს
ყველა პოლიტიკური სუბიექტის მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ ჯერჯერობით ვაკვირდებით ერთი კონკრეტული სუბიექტით არის დაინტერესებული კონტროლის პალატა და ჩვენ ვერ ვხედავთ რომ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს ისეთივე მონდომებით და ისეთივე ინტენსივობით ამოწმებდეს, როგორც ამოწმებს ერთ კონკრეტულ სუბიექტს. ამიტომ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთი რომ კანონის დაცვით ახორციელებდეს კონტროლის პალატა თავის საქმიანობას, მეორე რომ თანაბრად იყენებდეს ყველა პოლიტიკური სუბიექტის მიმართ თავისუფლებამოსილებას და რა თქმა უნდა არ ცდებოდეს კანონით მიცემულ მანდატს, იმიტომ რომ გასაგები, აი მონიტორინგი ძალიან საინტერესო თემაა კონტროლის პალატის. ოდნავ მოგვიანებით დაუბრუნდეთ, მანამდე ქავტონეკა თქვენ მინდა გითხოთ, რა არის კანონმდებლობაში ჩასადები იმისთვის, რომ პარტიებისთვის იყოს კონკურენტუნარიანი გარემო საქართველოში, საარჩევნო გარემო? ალბათ ან თქვენ როგორც თქვით, გაქვთ იმედი რომ კიდევ მოგიწევთ თქვა კონსულტაციები ხო თუნდაც იმავე იურიდიულ კომიტეტთან. გაქვთ მომზადებული შემდეგი ნაბიჯი, შემდეგი პაკეტი? ჩვენ როგორც გახსოვთ ალბათ მომზადებული ქონდა ცვლილებების პაკეტი საარჩევნო კოდექსში და ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხად, პრიორიტეტულ საკითხად ვაყენებთ არსებული საარჩევნო სისტემის ცვლილებას. და დღესაც მე ვფიქრობ, რომ სწორედ იმისათვის, რომ არსებობდეს თანაბარი პირობები პარტიებისთვის, მათ ქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები, მე ვფიქრობ, რომ და ჩვენი ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ აუცილებელია შეიცვალოს არსებული საარჩევნო სისტემა. დღეს არსებული საარჩევნო სისტემა ძალიან მოკლედ რომ ახსნა, იძლევა იმის საშუალებას, რომ პარტიამ არაპროპორციულად მაღალი რაოდენობის მანდატები მიიღოს პარლამენტში, იმასთან შედარებით, თუ რამდენ ხმას მიიღებს პარტია. ანუ მან შეიძლება მიიღოს გაცილებით დაბალი პროცენტული მაჩვენებელი, თქვათ 35% საერთო ხმების ჯამზე, მაგრამ დააკომპლექტოს თქვათ 60% საქართველოს პარლამენტის. ანუ მანდატების რაოდენობა პროპორციულად გაცილებით მაღალი შეიძლება იყოს მიღებული ხმების რაოდენობასთან. რეალურად მიგაჩნიათ ახლა რომ აი რამდენიმე თვით ადრე არჩევნებამდე ეს ცვლილება მოხდეს კანონმდებლობაში, ეს პრაქტიკულად ფუნდამენტური ცვლილებაა მთლიანი სისტემის. ჩვენ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ საკითხებზე საუბარი, იმიტომ რომ საარჩევნო სისტემა არის ყველაზე ფუნდამენტური საკითხი მთლიანად საარჩევნო კანონმდებლობაში და საარჩევნო სფეროში, რომელიც არსებით ზეგავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე და ზოგადად მის შეფასებაზე, თუ რამდენად სამართლიანი და თანაბარი გარემო არის, ძალიან დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი საარჩევნო სისტემა არსებობს ქვეყანაში. მეორე საკითხი, რომელსაც შევეხებოდი, არის ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება. ჩვენ სამწუხაროდ დღესაც კი ძალიან ხშირად ხვდებით აი ესეთ ფაქტებს, განსაკუთრებით მართველი გუნდის მხრიდან. ჩვენ მაგალითად ჩვენ ორგანიზაციას ჰქონდა მაგალითები მოყვანილი ოზურგეთში და დუშეთში გაიხსნა მაგალითად უფასო სასადილოები და ამ ზევიდან ამ სასადილოებს ეწერათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ანუ ამ შემთხვევაში აქ ცალსახად ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასთან გვაქვს ადგილი. გარდა მაგისა ჩვენ ძალიან ხშირად ხვდებით იგივე სოციალური რეკლამის სტატუსით გასულ რეკლამებს, სადაც ცალსახად ხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, ანუ პირველი პირები და იგივე ქვეყნის პირველი პირი მონაწილეობს აი ეს არის ძალიან საკამათო საკითხი, როგორ უნდა გაიმიჯნოს, ხო, მაგალითად, მთავრობის წევრი ყოველთვის იტყვის და თუნდაც პრეზიდენტი, რომელიც გამოდის, ხო, ლაპარაკობს სოფლის მეურნეობაზე, ის ყოველთვის იტყვის, რომ მე თქვათ ანგარიშს ვაბარებ ხალხს ან რამე მსგავს. ამ შემთხვევაში კანონმდებლობაში ცალსახად არის განსაზღვრული რა არის სოციალური რეკლამა. ანუ რა შემთხვევაში ეს ვიდეო რგოლი ჩაითვლება სოციალურ რეკლამად. ცალსახად ეხლა ის რგოლები, რომლებიც ჩვენ გვაქვს ტელევიზიაში, ეს არ არის სოციალური რეკლამა, ეს არის აქ არის საუბარი კონკრეტული გუნდის კონკრეტულ გეგმებზე ან კონკრეტული გუნდის რაღაც მიერ განხორციელებულ საუბრობაშია ქალბატონიკა. არა, გასაგები არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, რომ მთავრობასა და მმართველ გუნდს შორის ხაზი უნდა გამყოფი ხაზი უნდა არსებობდეს. საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად საუბრობენ, მათ შორის EUTOS ხშირად საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში მმართველ პარტიასა და მინისტრთა კაბინეტს შორის, ესე ვთქვათ, გამყოფი ხაზი ფაქტიურად არ არსებობს. ჩვენ უნდა ასევე გავითვალისწინოთ ისიც, რომ შეიძლება რომ დარღვეულია კანონი. ამ შემთხვევაში კი ჩვენ ერთ რაღაცაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ შეიძლება მინისტრი იყოს ხელისუფლებაში, რომელიც სულაც არ არის კონკრეტული ერთი პარტიის წევრი, ანუ შეიძლება სხვა პარტიის წევრიც იყოს, ხო? ანუ ესეთი რაღაცა არსებობს ბუნებაში და ეს უფრო კარგია ვიდრე ცუდი. ფაქტობრივად და ესეთი განვითარებულ ქვეყნებში ესეთი შემთხვევები უფრო ხშირია.
გასაგები ბატონ ბორის, რა რეკომენდაცია შეიძლება მისცეს ევროკავშირმა ან რა აქტივობას აპირებს ევროკავშირი ამ ხრივ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით? მას ექნება რჩევები პოლიტიკური პარტიებისთვის ან ხელისუფლებისთვის? I will not make recommendation. ხა კიდევ რეკომენდაციების ფორმას არ მივცემ, მაგრამ ჩვენი სურვილი ესეთია, რომ ევროკავშირს დიდი სურვილი აქვს, რომ შემდეგი არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად და ესაა ჩვენი ფუნდამენტალური მოთხოვნა. ჩვენ მივესალმებით იმ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგა დიალოგს სამოქალაქო სექტორსა და პარლამენტში მართლ პარტიას შორის. ჩვენ მივესალმებით ცვლილებებს. ჩვენ უნდა დავინახოთ და ვიხილოთ საბოლოო ტექსტი, საბოლოო რედაქცია მიღებული, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩვენთვის რა ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კანონის აღსრულება მოხდეს შესაბამისად და როდესაც ვხედავ ცვლილებებს, რომელიც შედის ეხლა და რომელიც შევა კანონში, ჩემი აზრით სიტუაციას ნათელს მოფენს, მაგალითად რაც შეეხება იგივე კონტროლის პალატას და ასე შემდეგ და შესწორებები იქნება შესაბამისი მისაღები, მაგრამ უნდა ვიხილოთ თუ როგორ მოხდება კანონის აღსრულება და ჩვენ რა თქმა უნდა ჩავატარებთ პროცესის მონიტორინგს. ძალზე დაინტერესებული ვართ ამით, იმიტომ რომ ჩვენ მთელი რიგი პროექტები გვექნება, რომელიც ამ თემაზე მოახდენს ფოკუსირებას, ვიმუშავებთ CSCO-სთან, ვამზადებთ პროექტს მასმედიის მონიტორინგისათვის, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ასახავს მასმედია პოლიტიკურ დებატებს წინასაარჩევნო პერიოდში, ჩვენ ვაგრძელებთ პროცესის მონიტორინგს. თქვენ ახსენებთ სიტყვა აღსრულება და ძალიან საინტერესოა ევროკავშირის პოზიცია, თქვა თუნდაც კონტროლის პალატასთან დაკავშირებით გაუკეთებს თუ არა ევროკავშირი რაიმე ან პირადად თქვენ რაიმე შეფასებას კონტროლის პალატასთან დაკავშირებით გააკეთებთ თუ არა შეფასებას. ჩვენ მოვისმინეთ შეერთებული შტატების ელჩის განცხადება, ევროკავშირი იტყვის ამის შესახებ რამეს. No, we are not going to monitor the chamber of control. არ ვაპირებთ რაღაც მონიტორინგი და შეფასებები გავაჟღეროთ კონტროლის პალატის. პარლამენტს აქვს ესე ვთქვათ ამის პასუხისგებლობა იმუშაოს კონტროლის პალატასთან. მე ამას ნამდვილად არ გავაკეთებ, მაგრამ ჩვენ მოდით ესე ვთქვათ უფრო იმას მივმართავთ თუ რას ქვია როგორ რა სახით არის აღწერილი საარჩევნო პროცესი მასმედიაში აქ მომიღებ მონაწილეობას. გავაძლიერებთ CSCO-ს შესაძლებლობებს და ასევე maintain our dialogue with გავაგრძელებთ დიალოგს სამოქალაქო სექტორთან, პარლამენტთან, მართლ პარტიასთან, ჩვენ ყველას თან გავმართათ შეხვედრას, ყველას თან გავმართათ დიალოგს და მინდა მოგახსენოთ, რომ შესწორებებში, რომლებიც გათვალისწინებულია, ძალიან კარგია და შესაბამისია, რომ მომავალში ადვილი იქნება მხარი დაუჭირო და დააფინანსო სამოქალაქო საზოგადოებების შესაძლებლობათა გაფართოების მოთხოვნები. ერთ-ერთი შესწორება იყო ესეთი, რომ უცხოელ დონორებს არ აქვთ უფლება დაეხმარონ სამოქალაქო სექტორს, იმიტომ რომ ეს დახმარება რაღაცნაირად ხვდებოდა აი ამ შეზღუდვებში, რომელიც პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას არეგულირებდა. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს, ჩვენ ვაწარმოებთ პოლიტიკურ დიალოგს საქართველოსთან, ვიმუშავებთ სამოქალაქო სექტორთან, მაგრამ ნამდვილად რაღაც შეფასებას და მონიტორინგს არ ვაპირებთ კონტროლის პალატას, რაც გახლავთ პარლამენტის გასაგებია, ჩვენ რეკლამა უნდა გამოვაცხადოთ და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით კვლავ ეთერში და დაუბრუნდებით იმ საკითხს, რამდენად თანაბარი პირობებია დღეს საქართველოში პოლიტიკური პარტიებისთვის. ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია, ჩვენ ვსაუბრობთ საარჩევნო გარემოს შესახებ დღეს საქართველოში დაფინანსებაზე და ასე შემდეგ იმ საკითხებზე, რომელიც თან ახლავს საარჩევნო გარემოს. ქალბატონ ნინო, არის თუ არა თანაბარი პირობები დღეს პარტიებისთვის? ეს იყო მთავარი შეკითხვა და ეს არის მთავარი შეკითხვა დღევანდელი გადაცემის ალბათ. თქვენ რას ფიქრობთ, არის თუ არა პარტიებისთვის თანაბარი პირობები შექმნილი დღეს? აქ გაჟღერდა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბალანსი ისევ აქ იქნეს დაცული, რაც შეიძლება თანაბარ პირობებში იყვნენ ჩაყენებული პოლიტიკური სუბიექტები, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნოთ ის, რომ მაღალ განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი ვერ ხდება ესეთ დროს სრული ბალანსის დაცვა, იმიტომ რომ ეს ძალიან ძნელი არის, განსაკუთრებით საქართველოში. ეგ გამახსენა, რომ ხდება ხოლმე, როცა
მინისტრთა კაბინეტში არ არის თქვათ წამყვანი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და შეიძლება ის უმცირესობის წარმომადგენელი იყოს, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ჯერ ესეთი მდგომარეობა არ გვაქვს. არ მიგვეწევია მაგ დაკავშირებით თქვენ იზიარებთ იმ მოსაზრებას, რაც გამოგონმა ეკამპა, რომ ბოროტად გამოყენება შესაძლებელია ამ ყველაფერს. ბუნებრივია, იმიტომ რომ არა მარტო ჩვენთან, არამედ მაღალგანვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება ხოლმე ბოროტად გამოყენება და ეს ბუნებრივად ხდება, იმიტომ რომ ძალიან ძნელი ხდება გარკვეულ მომენტებში გამიჯვნა. მაგალითად, სოციალური პროექტების განხორციელებას ვერ დაუშლი მთავრობას, ბუნებრივია, მაგრამ არსებობს რაღაც ლიმიტი და შემდეგ უნდა განხორციელდეს სწორი მონიტორინგი და სწორი კონტროლი, რომ რაღაცნაირად ეს ლიმიტის ფარგლებში მოხდეს ყველა პროექტის საზოგადოებისთვის მიწოდება და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია რომ საზოგადოების როლი სამოქალაქო საზოგადოების როლი პირველ რიგში და მიმაჩნია რომ ამ ხრივ ხა საქართველოს გამონაკლისი არ არის რა თქმა უნდა იქნება შემთხვევები როდესაც ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება შეიძლება მოხდეს მაგრამ კიდევ ერთხელ აღნიშნავ რომ ეს ძალიან რთული არის იმიტომ რომ ისეთ შემთხვევებში თუ კი რაღაცა მიჯნაზე არის და ძნელი გასამიჯნია ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა განსაკუთრებით სენსიტიური ხდება ხოლმე ესეთი სიტუაციები წინა საარჩევნო პერიოდში რა თქმა უნდა განსაკუთრებით აი ამ პერიოდში ხდება ძნელი ბალანსის დაცვა და ამ დროს იზრდება საზოგადოების როლი რომ გააკონტროლოს და დააფიქსიროს თავისი პოზიცია კონკრეტულად მიაჩნია მას თუ არა ამ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციებს საერთაშორისო ორგანიზაციებს მოხდა გადაცდომა. რა თქმა უნდა ეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მსჯელობის საგანი უნდა იყოს, საზოგადოების სამსჯავროზე უნდა იქნეს გამოტანილი და მხოლოდ ეს გამჭვირვალეობა და გამჭვირვალე პროცესები შეუწყობს ხელს, რომ დაცული იქნეს ეს ბალანსი და არა მხოლოდ საკანონმდებლო აქტი. მესმის ბატონ კოტე, რო შევადარო თქვა წინა არჩევნების დროს როგორი გარემოც იყო და ახლა რა გარემო შეიძლება შეექმნას. ჩვენ რეალურად უკან მივდივართ ისევ იმ ადგილას ვარ, წინ მივდივართ თუ რა ვითარება გვაქვს დღეს თუ შეგვიძლია შევადაროთ თქვა წინა არჩევნების გარემო სამწუხაროდ მე მგონი უკან მივდივართ განსაკუთრებით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას რაც შეეხება აქ ლაპარაკი იყო რომ მაღალგანვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებშიც თურმე ამ ბალანსის დაცვა შეუძლებელია და იქაც ხდება ამის გამოყენება მაგრამ იქ არ ხდება პოლიტიკური ნიშნით თქვა საჯარო სამსახურიდან დათხოვნა ესეთი ფაქტი ანუ აქ უფრო და საქმე ამერიკის შეერთებულ შტატებში უზენაეს სასამართლოში ყოფილა ესეთი შემთხვევები და ძალიან საჯარო სამსახურიდან იმის გამო დაითხოვეს რომ თქვა დღეს დემოკრატები არიან თქვა პრეზიდენტი დემოკრატია და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი იმის გამო რესპუბლიკელია დაითხოვეს სამსახურიდან ყველა ქვეყანაშია ესეთი ტიპის შემთხვევები რაც მე ძალზედ მეეჭვება რომ იმ ხელისუფლებამ მე შეინარჩუნოს თქვა თავრობაში ყოფ. შეინარჩუნა. აქედან გამომდინარე, თქვა დღეს საფაქტებიც არის განსაკუთრებით აი ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ოქტომბრის შემდგომ დამცნობილი მოვლენების უფრო ასე თქვა გართულდა სიტუაცია უფრო თვალნათელი გახდა იგივე ადგილობრივი ბიუჯეტების ცენტრალური ბიუჯეტის გადამავლო თვალი აი კონკრეტულად რაში გამოიხატება ძალიან საინტერესოა აი შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითები გითხრათ თქვა როგორ ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება კონკრეტულად თქვა თუ ბიუჯეტს გადავხედოთ ამ შემთხვევაში და აქ იყო ნათქვამი რომ სხვადასხვა სოციალური პროექტები ხო უამრავი სოციალური პროექტი თქვა ესე იგივე სტუდენტების დასაქმების პროგრამა გამოცხადებული იგივე როდესაც რომელიც არ იყო დაგეგმილი თქვა შარშან როდესაც ბიუჯეტის პროექტი დგებოდა და ასეთი ცვლილებები ბიუჯეტში ასეთი ახალი პროგრამების ასე ვთქვათ დაფინანსება საარჩევნო კოდექსი მხოლოდ არჩევნებამდე 2 თვით ადრე არის შეზღუდული. დანარჩენ პერიოდში კანონის საშუალებას აძლევს კანონმდებელს რომ ესეთი ცვლილებები შეიტანოს მთავრობამ ესეთი პროექტები დააფინანსოს. ამიტომ ერთ-ერთი ჩვენი რეკომენდაცია ალბათ მომავალში საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით იქნება ეს რომ ეს 2 თვიანი პერიოდიც გაიზარდოს და თქვათ სანამ არჩევნებამდე მივალთ მანამდე არ მოხდეს ამ ბიუჯეტების საბიუჯეტო თანხების თქვათ ასეთ პროგრამებში გადასროლა. თავისთავად რა თქმა უნდა სოციალური პროექტების განხორციელება არ არის სრულად კარგი არის თან განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნისათვის კონკრეტულ მაგალითებს რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ჩვენ თუ გადავხედოთ ყველა არჩევით წარმომადგენლობითი ორგანოებში თითქმის 100%-ით
ერთ პარტიას არ დაკომპლექტებული, თქვათ იგივე ყველა მუნიციპალიტეტში წარმოდგენილია მხოლოდ ძირითადად ერთი პარტია, მმართველი პარტია, ამიტომ მთელი ეს რესურსი არის მის ხელში. ეს არჩევნებში გამარჯვებული პარტია ბატონო. ანუ ეს რა თქმა უნდა რეალობა არის, აქედან გამომდინარე ბუნებრივადაც დგება, რომ ანუ იმშა დაკომპლექტებული ამაზე პასუხი არის ძალიან მარტივი ხელისუფლების, რომ მან არჩევნები მოიგო და დააკომპლექტა. მეორე, რაც შეეხება სოციალურ პროგრამებს, ამაზეც არის პასუხი. უნდა გააკეთონ სოციალური პროგრამები, იმიტომ რომ ხალხს სჭირდება ეს. ამ შემთხვევაში კონტრარგუმენტი რა არის თქვენი? სოციალური პროგრამები უნდა გააკეთოს, რა თქმა უნდა, ბიუჯეტი, როდესაც ბიუჯეტი დგება ქვეყნის და იგივე მუნიციპალიტეტების განსაკუთრებით თვითმმართველობების, ის წლის ბოლოს დგება, რაღაც განსაკუთრებული პროგნოზები არსებობს საშემოსავლო ნაწილის. და აქედან გამომდინარე, ეს წელი წლის განმავლობაში ხდება ამ ბიუჯეტის დამტკიცება. ხო, დაწერილი არის. ხო, თვეში ორჯერ ყოველ თვე შედის თითქმის ადგილობრივ ბიუჯეტებში ორი ცვლილება. ანუ თანხები იზრდება საშემოსავლო ნაწილში, აქედან გამომდინარე იმატებს ასეთი ხარჯები. კარგი, მე მინდა ეს სხვებსაც ვკითხოთ. ზუსტად მაგალითის მოყვანა მინდა. ცხადი მაგალითები არსებობს, ძალიან ცხადი, რაც ნიშნავს, რატომ ვამბობთ, რომ გარემო არ არის თანასწორი და რატომ ვამბობთ, რომ ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული და ზუსტად კი ბატონო, ანუ ბიუჯეტის გამოყენება როგორ ხდება, როგორც ადმინისტრაციული რესურსის. ერთი ყველაზე ცხადი აღარ ვისაუბრებ ვაუჩერებზე და ასე შემდეგ, რომელიც მე ვთვლი, რომ პირდაპირ წარმოადგენს რესურსის გამოყენებას, ერთი ყველაზე კონკრეტული მაგალითი. მაგალითად, ამომრჩევლის მოსყიდვა, ანუ ნებისმიერი საჩუქრის გადაცემა პოლიტიკური პარტიის მხრიდან ამომრჩევლისთვის არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამისთვის ისჯება როგორც პარტიის წარმომადგენელი, ასევე ის მოქალაქე, ის ამომრჩეველი, რომელმაც ან მოითხოვა, ან მიიღო ამგვარი საჩუქარი. მაგალითად დეკემბერში ჩვენ ყველა შევესწარით, როდესაც თბილისის მერმა თბილისის ყველა მასწავლებელს დაურიგა, ასე ვთქვათ, სასაჩუქრე ჩანთები, რომელიც არც ისე იაფასიანი იყო. ის საჩუქრები, რომელიც იყო ამ ჩანთაში მოთავსებული, მიუხედავად და იმის გამო, რომ ეს იყო შეძენილი თბილისის ბიუჯეტიდან, ეს არ ჩაითვალა ამომრჩევლის მოსყიდვად. არა და თავისი არსით წარმოადგენდა წმინდა ამომრჩევლის მოსყიდვას, იმიტომ რომ ეს არ იყო საბიუჯეტო პროგრამა, ვერ დავარქვევთ ჩვენ ამას, რომ რაიმე სოციალური პროგრამის ხორცელება იყო ან ასე შემდეგ. ეს იყო საჩუქარი თბილისის მერის ასე ვთქვათ ბატონი გიგი უგულავას მხრიდან და წმინდად ჩემი აზრით ეს არის ზუსტად იგივე რაც არის ამომრჩევლის მოსყიდვა. თუ არ შეიძლება საჩუქრების დარიგება პოლიტიკოსების მხრიდან, ეს უნდა იყოს აკრძალული როგორც პარტიის მხრიდან თავისი დაფინანსებით, ასევე მართველი გუნდისათვის და მით უმეტეს ცუდია თუ ამისთვის იყენებს სახელმწიფო ბიუჯეტს ან ადგილობრივ ბიუჯეტს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ორმაგი პრობლემა. ერთი რომ ხდება ამომრჩევლის მოსყიდვა და მეორე რომ ეს პარტიის ბიუჯეტიდანაც კი არ ხდება, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის რესურსები ხმარდება ამ ყველაფერს. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეს არის ალბათ ყველაზე ცხადი მაგალითი, ასეთი მაგალითები მე მგონი წელს განსაკუთრებით ბევრი არის, როდესაც ვაუჩერები, საჩუქრები და ასე შემდეგ პროგრამები. საინტერესოა ამ შემთხვევაში როგორ უნდა ებრძოლოთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, ცალკე რაღაც მონიტორინგი უნდა დაწესდეს, თუ როგორ აპირა მექანიზმები არსებობს. რა თქმა უნდა, მონიტორინგი არის ძალიან რთული, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. თვითონ კანონმდებლობიდანაც გამომდინარეობს პრობლემა და ჩვენ ამ საკითხებზე პარლამენტს ვესაუბრებოდით გასული წლის განმავლობაში, თითქმის მთელი წლის პერიოდში, როდესაც თავაზობდით ალტერნატიულ ხედვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დარეგულირებული იყო ეს კონკრეტული საკითხები, სამწუხაროდ ჩვენ რეკომენდაციები არ აისახა სრულად კანონმდებლობაში და საარჩევნო კოდექსში და დღეს ისევ სახეზე გვაქვს კანონმდებლობის პრობლემა, მაგრამ მონიტორინგის თემა არის ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მხოლოდ კანონში შესული აკრძალვები ეს არ ნიშნავს, რომ კანონი იქნება ეფექტური და მისი დაცვა მოხდება ადმინისტრაციულ რესურსთან დაკავშირებით. თუ გსურთ რაიმეს თქმა და შემდეგ კონტროლის პალატის მონიტორინგზე მინდა კითხვა. მე დავეთანხმებოდი აქ გაჟღერებულ მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ძნელია, რომ ზუსტად განსაზღვრო რომელი არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი, მაგრამ აი ჩვენ ძალიან ხშირად ხვდება ესეთი მაგალითები, რაც შეეხება ამ სოფლის მეურნეობის პროგრამას, ხომ აქ არის საუბარი ვაუჩერების დარიგებაზე. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ რა თქმა უნდა ეს არის ძალიან კარგი, თუმცა თუ ეს არ არის რაღაც დროში გაწერილი პროგრამა
პროგრამა და ეს გლობალურად არ შეცვლის მთლიანად სოფლის მეურნეობა, ну მთლიანად არა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებს და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი აქცია და არჩევნებამდე რაღაცა დროით ადრე ხორციელდება, ამ შემთხვევაში სავარაუდოდ ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. გარდა მაგისა, ხო ჩვენ ვიცით რომ რამოდენიმე ხნის წინ გაჟღერდა ეს ახალი პროგრამა Summer Jobs, როდესაც ახალგაზრდებს სთავაზობენ დასაქმებას, ხომ? როდესაც თვითონ აი ამ პროგრამის ლოგოში S-ი, ინგლისური S აქვს ხუთიანის ფორმა, ну არ ვიცი, შეიძლება ეს დამთხევა იყოს, მაგრამ შეიძლება არა. აქედან გამომდინარე, მე მგონია რომ სამოქალაქო საზოგადოებამაც და თვითონ კონკრეტულმა აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებმა რაღაცნაირად რეაგირება უნდა განახორციელონ აი ესეთ ფაქტებში. ეს დასახელებული მაგალითები არის თქვენთვის არგუმენტები ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ რესურს გულისხმობ. ბუნებრივია ყველა თქვენ ამბობდით რომ ძალიან ძნელია ამის გაკონტროლება, მაგრამ ნუ ეს საჩუქრების საკითხი ვთქვათ არ არის ხო ძნელი, შეგვიძლია ყველა ვნახოთ ვთქვათ ესეთი რამე. ძალიან მნიშვნელოვანია რომ დიალოგი გაგრძელდეს პარლამენტთან, მთავრობასთან, ყველა მნიშვნელოვან სუბიექტთან ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ასე ძალიან მნიშვნელოვანია რომ გონივრული ვადები იქნეს დაწესებული, კი შეიძლება ორი თვე ჩაითვალოს რომ მართლა ძალიან მცირე ვადა არის და შესაძლებელია მოვითხოვოთ რომ ეს ორი თვე გაიზარდოს, მაგრამ რეალურად საუბარი იმაზე რომ დეკემბერში მოხდა რაღაც და ეს უკვე წინასაარჩევნო კამპანიათან ამ მომრჩევლის მოსყიდვად შეიძლება ჩაითვალოს, უკვე ძალიან არასერიოზული არის. ამიტომ მე მიმაჩნია რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთის მხრივ რომ დიალოგი გაგრძელდეს, ხოლო მეორეს მხრივ რომ აი ხოლო პროცედურულ ასპექტებზე არ ვიყოთ კონცენტრირებული და შინაარსზე და პრობლემაზე ვიყოთ კონცენტრირებული, ისე როგორც მაგალითად აი ახლა ამ გამოკითხვა-დაკითხვებთან დაკავშირებით მოხდა, როდესაც მხოლოდ პროცედურული ასპექტები აინტერესებდა საზოგადოების ერთ ნაწილს, არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთ ნაწილს და მიზანი რა იყო, არავინ არ ახსენა რეალურად. მართლაც შეიძლება ქონოდა ადგილი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დიდი რაოდენობით ნაღდი ფულის დარიგებას მოსახლეობაში და ეს არავის არ გაახსენდა სამწუხაროდ. ანუ მე ვფიქრობ, რომ როგორც ერთი მხარე, ისე მეორე მნიშვნელოვანია და ამ შემთხვევაში აქაც ბალანსი დაცული იქნეს. თორე თავისთავად აპრიორი ეს რა თქმა უნდა ნათელია რომ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება ხდება, ჩვენზე უფრო დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება და ამასთან მუდმივად ბრძოლა არის საჭირო. ქალბატონინო, აი მეორე ნაწილსაც მინდა შევეხოთ, რაც შეეხება ვთქვათ არალეგალური ფულის შემოტანას პოლიტიკაში, ხო ან უკანონო გზით ფულის შემოტანას პოლიტიკაში. ეს შავი ხვრელები, რასაც ქალბატონინო ახსენებდა, რჩება თქვენი აზრით კანონმდებლობაში და იძლევა თუ არა იმის საშუალებას, რომ უკანონო ქმედებები მე მოდი დაუბრუნდებით თქვენ დასვით ერთ-ერთი შეკითხვა გადაცემის დასაწყისში, რატომ დაეთანხმა პარლამენტი ჩვენს მიერ წარდგენილ კანონპროექტს. იმიტომ დაეთანხმა, რომ ჩვენ სწორედაც ვიზიარებდით იმ კანონის მიზანს, რომ ჩვენც ვეთანხმებით სრულიად, რომ არ უნდა არსებობდეს შავი ფულის მიმოქცევის საშუალებები საქართველოს პოლიტიკაში, რომ ფინანსები იყოს გამჭვირვალე და ასე შემდეგ. ჩვენ ვფიქრობდით და სხვათა შორის ჩვენი კანონპროექტის ერთ-ერთი მუხლი მოიცავს ისეთ შემთხვევას, რომელიც გარკვეულ ხვრელს აღმოფხრავს. ანუ მანამდე არსებულ კანონში, დღეს არსებულ კანონში ერთ-ერთი საკითხი იყო დაურეგულირებელი, რაც მაგალითად საშუალებას აძლევდა პოლიტიკურ პარტიებს, რომ უკანონოდ მიიღოთ, თქვათ, ფინანსური საშუალებები და ჩვენ კიდევ უფრო გავამკაცრეთ ამ მიმართულებით არსებული კანონი. ანუ ჩვენ სრულიად ვიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რომ პოლიტიკური ფინანსები უნდა იყოს გამჭვირვალე და უნდა არსებობდეს მათზე ეფექტური კონტროლი. ჩვენი პრეტენზია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონი არ ღვევდა ადამიანის ძირითად უფლებებს. რაც შეეხება არსებობს თუ არა ხვრელები, ნებისმიერ კანონს ამ ქვეყანაზე ალბათ აქვს რაღაცა შავი ხვრელები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო აბსოლუტურად გადავკეტოთ, თქვათ, მოქმედების საშუალებები, ან ვიცით, თქვათ, პოლიტიკურ პარტიებს თუ სამიზნე ჯგუფს, რომლისკენაც მიმართულია ეს კანონპროექტი და ამის გამო რაღაც 10 მაგი და 20 მაგი სანქციები დავუწესოთ პოლიტიკურ პარტიებს. ეს არის არარელევანტური და არაპროპორციული. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული კანონპროექტი უფრო ნაკლებ საშუალებას იძლევა, უფრო ნაკლებ ხვრელებს ტოვებს, თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ ამ შემოთავაზებული კანონპროექტი ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ დაირღვევა ყოველ შემთხვევაში მისი სწორი ინტერპრეტაციის შემთხვევაში არ დაირღვევა ადამიანის უფლებები. უფრო ნაკლები ხვრელი რომ დარჩეს ამისთვის, ანუ აი ამ კონტექსტში, ხო, უფრო გამკაცრებაა საჭირო, ანუ კანონმდებლობის და ამ რეკომენდაციას აძლევთ ხელისუფლებას. ჩვენ უფრო მეტად ვაკონკრეტებთ რაღაც საკითხებს.
ანუ უფრო მეტი სინათლე შემოგვაქვს კანონში თუ რა მუხლი რას გულისხმობს. დღეს არსებული კანონმდებლობით იმდენად ფართოა ეს არსებული ნორმები, რომ არა თუ თქვა ხვრელებს ავსებს, არამედ პირიქით რაღაც კონტროლის პალატას აძლევს საშუალებას, რომ გადააჭარბოს თავისუფლებამოსილებას. ანუ თავარი ხარვეზი კანონმდებლობის ის არის, რომ მრავალი ინტერპრეტაცია შეიძლება მოუწოდოს. მრავალი ინტერპრეტაცია შეიძლება შეეხოს ისეთ ადამიანს და დაირღვეს ისეთი ადამიანის უფლებები, რომელიც აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის პოლიტიკურ, თქვათ, შავ ფულთან პოლიტიკაში და ასევე იგივე ხო, ანუ ძირითადად ეს ხარვეზები იყო და ასევე არ იყო გაწერილი პროცედურები. ანუ, როდესაც საუბრობთ, თქვათ, კონტროლის პალატამ რამდენად სწორად მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება, ჩვენ ძალიან გვიჭირს შეფასების გაკეთება, იმიტომ რომ ჯერ ერთი ის კანონი, რაც არსებობდა ჩვენთვის სრულიად გაუგებარი და მიუღებელი იყო და მეორე თავად კონტროლის პალატასაც არ ქონდა შიდა რეგულაციები მიღებული და დღესაც არ აქვს, რაც საშუალებას მოგვცემდა იმისა, რომ შეგვეფასებინა რამდენად კანონის ჩარჩოების და პროცედურის გასაგებია, რამდენიმე წუთი კიდევ დაგვრჩა და რაც შეეხება კონტროლის პალატის მონიტორინგს, თქვენ თქვით რომ აპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას, კონკრეტულად რა ღონისძიებები შეიძლება იყოს? ჩვენ კამპანიის ფარგლებში ვაგრძელებთ მუშაობას, ანუ კამპანია აგრძელებს თავის სიცოცხლეს, კამპანიას შენგეხება, მიუხედავად იმისა, რომ კამპანია ჩამოყალიბდა კონკრეტული საკანონმდებლო წინადადებების ადვოკატირების მიზნით, მან ასე ვთქვათ, მოიზიდა ძალიან დიდი მხარდაჭერა და როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ასევე მედია ორგანიზაციების მხრიდან, უბრალოდ მოქალაქეების მხრიდან და შესაბამისად არსებობს მოთხოვნაც და განცდაც, რომ კიდევ უფრო მეტი არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ რეალური თანასწორობა და რეალურად სამართლიანი არჩევნები მივიღოთ. როგორც კანონმდებლობაში შესატანიცულებების კუთხით და კანონმდებლობის დახვეწის კუთხით, ასევე რა თქმა უნდა იმპლემენტაციის კუთხით, იმიტომ რომ ჩვენ ახლა გვაქვს რეალობა, როდესაც იმპლემენტაცია და კანონის აღსრულება უფრო მნიშვნელოვანი არის, ვიდრე რა წერია კანონში. და ეს აუცილებლად ხაზგასასმელია, ამიტომ ყველა ორგანიზაცია, რომელიც ვართ მონაწილეობთ კამპანიაში, ვაგრძელებთ ორი მიმართულებით მუშაობას. ერთის მხრივ ჩვენ იქნა ნახსენები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არსებობს კენჭისყრის დღის განმავლობაში გარკვეული ხარვეზიანი დებულებები. ჩვენ ამ საკითხებზე ვფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ არის დრო, რომ შეიცვალოს კანონმდებლობა და შეიძლება მოეწროს. აი ამ ცვლილებებით, რასაც მიაღწიეთ სიტყვიერი, რაც არის ყოველ შემთხვევაში შეჯერობით, კონტროლის პალატისთვის არაფერი არ იცვლება. არა, იცვლება, არა, ვერ დაგეთანხმებით, კონტროლის პალატისთვის ძალიან ბევრი რამ იცვლება, კონტროლის პალატა სერიოზულ ჩარჩოებში ექცევა, კონტროლის პალატას აღარ აქვს განუსაზღვრელი დისკრეცია, ანუ არ არის მასზე მინდობილი მთლიანად ვის რა შეზღუდებს და როგორ შეზღუდებს და რატომ დაუწესებს, რაც რეალურად კონტროლის პალატამ გადაწყვიტა, რომ დაიბაროს ადამიანი, რომელსაც არ აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზნები, მაგრამ აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზნები. ამ შემთხვევაში ამ მოქალაქეს რა შეუძლია გააკეთოს? კონტროლის პალატას თუ არის საუბარი იმაზე, შეზღუდვები შეიძლება თუ არა პირს დაუწესდეს, პირს ვერ დაუწესდება შეზღუდვები მხოლოდ იმიტომ, რომ აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზნები, ეს ჩვენი ვერსიით არის გამორიცხული. არა, ამას არც დღეს არ ამბობს კონტროლის პალატა, ხო? დღეს კანონი ამბობს, რომ თუ კი პირს აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზნები, მას შეიძლება ან უბრალოდ გამოხატავს თავის აზრს ხმამაღლა, ის შეიძლება სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს. რაც შეეხება კონტროლის პალატის დღევანდელ ქმედებას, უნდა გავუმიჯნოთ კანონი და უნდა გავუმიჯნოთ ის თუ რას აკეთებს კონტროლის პალატა. იმიტომ რომ კონტროლის პალატას კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით თქვა, არ აძლევს კანონი იმის უფლებას, როგორც ის იქცევა. კონტროლის პალატას არ აქვს უფლება, რომ ასეთი ფორმით დაკითხოს მოქალაქეები და ასეთი სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ გამოატაროს ადამიანები, რომელსაც და ამ პროცესს მიუხედავად იმისა, რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარე უარყოფს, მიუხედავად იმისა, რომ არც კი შეუსწავლია ფაქტები, ამ ყველაფერს და გამოატაროს ადამიანები ღირსების შემლახველს შემოწმებებს, შემდეგ აუკრძალოს ჟურნალისტებს მუშაობა და საქმიანობა, აუკრძალოს მოქალაქეებს გამგეობის შენობებში გადაადგილება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აუკრძალოს ადვოკატებს თავიანთი საქმიანობის განხორციელება და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს კონტროლის პალატა ახორციელებს და ამითი არღვევს კანონს. არც ერთ კანონში არ წერია, რომ მას აქვს ამისი უფლება. და მე მინდა ძალიან ცხადი იყოს საზოგადოებისთვის. ერთის მხრივ ჩვენ გვქონდა დღეს ჯერ კიდევ გვაქვს ძალიან ცუდი კანონმდებლობა, რომელიც თითქმის ულიმიტო უფლებამოსილებებს ანიჭებს კონტროლის პალატას შეზღუდვების დაწესების კუთხით და ჩვენი შეთანხმების შემდეგ ვცვლით ამას და ძალიან კონკრეტდება და ძალიან ცხადად გაიწერება კანონმდებლობაში თუ რა არის დაშვებული, როგორ უნდა მიიღოს კონტროლის პალატამ გადაწყვეტილება, აიგზავნება და ისეთი ქმედებები, რომლებიც გამოიწვევს ადამიანის უფლებების დარღვევას, საკუთრების უფლების დარღვევას და ასე შემდეგ. მაგრამ მეორეს მხრივ ასევე ის ყველაფერი, ის კონკრეტული საქმიანობები, რასაც ჩვენ დღეს თვალყურს ვადევნებთ, ეს არ არის კანონის პრობლემა.
ეს არის კონტროლის პალატის მხრიდან კანონის ბატონ ბორის მინდა ბოლო შეკითხვა დავუსვა, მაგრამ მანამდე თუ გსურთ გამოთქვათ ამ საკითხებზე აზრი, ქალბატონ ნინო, თუ გინდათ რამეს თქმა და ბატონ გოტო თქვენ და შემდეგ ბატონ ბორისი დაამთავრა. ხო, არა, ჩემი აზრით აბსოლუტურად ისევ იმაზრდება, რომ კონტროლის პალატის მიზანი და ამ საკანონმდებლო აქტის მიზანი არც არასდროს არ ყოფილა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა და პრინციპში ის ფაქტი, რომ აი ასე სწრაფად მოხდა პრინციპში მასზე კონსენსუსის მოღწევა, რომ კი ბატონო ეს კონკრეტული დებულებები ჩავდოთ, სწორედ აი მის ნათელი დასტური არის, იმიტომ რომ მართლაც ვინც ისეთი მთავრობა, რომელიც ისახავს მიზნად, რომ წინასაარჩევნოდ ადამიანის უფლებები შეზღუდოს და სიტყვის თავისუფლება რაღაცნაირად საეჭვო გახადოს ამ თავისუფლების რეალიზაცია ქვეყანაში, აი ეს სწრაფად და მალე ვერ მოხდებოდა კონსენსუსი და ეს ამის ნათელი დადასტურებაა, თუმცა იქ იყო აბსურდული განცხადებებიც გაკეთებული თვითონ კონტროლის პალატის პროცედურასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, როდესაც რაღაც ინფორმაცია მოსთხოვა, იქ საუბარი იყო ძალიან ბევრი რაღაც ესეთი ტიპის განცხადებები გაკეთდა, რომ კონტროლის პალატას არ ჰქონდა ინფორმაციის გამოთხოვის უფლება და უბრალოდ ეს არანაირ ლოგიკაში არ ჭდებოდა, რომ თუ კი რაღაცის საკითხი უნდა გამოიძიოს და მოიკულიოს რაღაც ინფორმაცია, რომ რადგან კანონში სიტყვით არ ეწერა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციისგან მას ინფორმაციის გამოთხოვის უფლება აქვს, ამაზე იყო აჟიოტაჟი ატეხილი და მთელი პანიკა და მთელი დატვირთვა იყო აი ამ საკითხზე გადატანილი და აი ხა როცა ჩაიწერა, რომ კონტროლის პალატას აქვს უფლება, რომ გამოითხოვოს ინფორმაცია ნებისმიერ სუბიექტისგან, როდესაც ის მოკვლევას ახორციელებს და ინფორმაციის შეგროვება უნდა რაღაც საკითხის გარკვევა და დადგენა უნდა, ამ ეს კონკრეტული დებულება რო ჩაიწერა, ყველა ბედნიერია. ეხლა რომ აი ეხა თურმე აქვს და არანაირ წერა ვისგან შეუძლია არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება და ის რომ უკაცრავ არანაირ გაწყვეტინებდი არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა ის რომ კონტროლის პალატას თურმე ინფორმაციის გამოთხოვის უფლება არ აქვს და ეს რა მოხდა და რა ჩაიდინა. კანონში არ წერია, რა თქმა უნდა, ორგანიზაციას აქვს უფლება, რომ ასე ვთქვათ, არ გაიზიაროს კონტროლის პალატის აზრი. თუ კი არ წერია, ეს ასე არ არის, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ საკითხი გამოიძია, მოიკვლია, თუ კი ინფორმაციას არ გამოითხოვ. ინფორმაციის გამოთხოვის გარეშე ელემენტარულად ნებისმიერი საკითხის არა, ყველა შემთხვევაში კარგია, როცა რაღაც წერია კანონში პირდაპირ და ნათლად. ხო, ამაზე ვაბრძოლობთ. აი ესეთი ტიპის საკითხებზე, როცა იყო ძალიან დიდი აქცენტი გადატანილი აჟიოტაჟი და პირდაპირ სპეკულაცია ხდებოდა, ეს არ იყო სწორი და მე მიმაჩნია, რომ მართლა დადებითი და პოზიტიური ნაბიჯი იქნა გადადგმული როგორც კონტროლის პალატის ისე პარლამენტის მხრიდან, რომ აი ეს საკითხები მართლაც ესე ნათლად და მკაფიოდ არის და მართლა სპეკულაციის საფუძველი აღარ ექნება თუ საფუძვლოდ. ერთობლივი ძალისხმევით სამოქალაქო საზოგადოების რომ მივახცევთ თქვა უფრო მეტ გამჭვირვალობას და უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებთ კონტროლის პალატის საქმიანობის შესახებ, მათი ქმედებების შესახებ და აი ეს ზუსტად ეს ჩვენ წარდგენილი კანონპროექტი ამის წინაპირობას იძლევა და იმეც ვიტოვებ კვლავ რომ მომავალში ასეთ ფაქტებს ადგილი აღარ ექნება. განსაკუთრებით ბატონ ბორის, თქვენ დაგისვამთ ბოლო შეკითხვას, ყველაფერ აქედან რა შტაბ-ჭდილება რჩებათ, რამდენად პლურალისტური იქნება წინასაარჩევნო გარემო, აქ არჩევნები გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი ოქტომბერში. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. კანონი იქნება, ასე ვთქვათ, შესწორებული ძალიან მალე და ჩვენ რეალურად ვიმედოვნებთ, რომ კანონის ცხოვრებაში გატარება, ასრულება იქნება სამართლიანი და არაშერჩევითი და მინდა ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლებას უფლება აქვს მოიწვიოს საერთაშორისო დამკვლებლები, ესეთი ორგანიზაციები როგორც EUTHO და ასე შემდეგ, ესეც იქნება მისასალმებელი ნაბიჯი, იმიტომ რომ დამკვირვებლებს შეუძლიათ რამდენიმე თვით ადრე ჩამოვიდნენ. დიახ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დამკვირვებლები ყოველთვის იყვნენ ყველა არჩევნებზე, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი პრეტენზია იყო აქ. საუბარია გრძელვადიანი პერიოდით, ხო? რამდენად რეალურია, რომ ასეთი რამ მოხდეს და ვთქვათ, რამდენიმე თვით ადრე ჩამოვიდნენ აქ დამკვირვებლები, ოღონდ საკმარისი შემადგენლობით, არა მცირე შემადგენლობით. რა თქმა უნდა შესაძლებელია, თუ მოთხოვნა იქნება ხელისუფლების მხრიდან, რამდენიმე თვით ადრე შეუძლია ჩამოვიდნენ, მაგრამ უნდა მოვნახოთ ისინი, უნდა ვიპოვოთ ევროკავშირის, ევროპულმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყოთ მათი ჩამოსვლა, შესაძლებელია. და საარჩევნო დღეს, არჩევნების დღეს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ჩამოვა მოკლევადიანი დამკვირვებლები. ეს მისასალმებელი ნაბიჯი იქნება და რა თქმა უნდა, მოხდება შეფასება წინა საარჩევნო
საარჩევნო პერიოდი. გასაგებია, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით ყველას გადაცემაში სტუმრობისთვის. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვისაუბრეთ საარჩევნო გარემოსა და კანონმდებლობაზე. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ 4 შაბათს საღამოს 10 საათზე პირველ ახსნა ხვატის.